იყო დედაქალაქის ისტორიული უბნის თაწმინდის რაიონის არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრი, ეს არის რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ჭირდება აუცილებლად გამართლება. ვინაიდან საქართველოში და ზოგადად თბილისის თავისთავად დიდი ნდობით სარგებლობს თვითმმართველობა და მერია საკრებულო, ეს არის რა თქმა უნდა ასევე კიდევ დამატებით პასუხისმგებლობა საზოგადოების და ხალხის წინაშე და სწორედ მათთან უშუალო ურთიერთობა, მათი პრობლემების მოსმენა და შემდგომ ამ პრობლემების გადაჭრა არის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საგანი. მოქალაქეთა მიღება და მათთან კომუნიკაცია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვინაიდან მოქალაქეები, როდესაც მოდიან თავიანთი პრობლემები, ჩვენთვის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია მათი გულდასით მოსმენა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმ პრობლემების გადაჭრა, რომელსაც მათ აწუხებს. ეს იქნება სოციალური ტიპის პრობლემები, ეს იქნება საყოფაცხოვრებო, თუ ეს იქნება გარკვეულწილად ურბანული სახის გამოწვევები, რომელიც არსებობს დედაქალაქში, სწორედ ეს მიმართულებებია ხშირად, როდესაც მომართვიანობა არის ყოველდღიური. იცით რომ თაწმინდის რაიონში ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება ისევ და ისევ ავარიული სახლები, როდესაც ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვახორციელებთ ავარიული შენობების რეაბილიტაციას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ბინათ მესაკუთრებთა ამხანაგობის ფარგლებში გარკვეულად წარმატებული პროექტები. და სწორედ ერთ-ერთი ესეთი იქნება ზუბალაშვილების 17 ნომერში, სადაც 15 ოჯახს უღრემონტდება სახლი. ეს არის ასევე ისტორიული ნაწილი, მაგრდება მთლიანად შენობა და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მოსახლეობა, რომელიც დაუბრუნდება თავის სახლს და თავის ბინას, იქნება აბსოლუტურად სხვა გარემო. ეხლა ვიმყოფებით ვერაზე, ბესარიონ ბელინსკის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია. იცით რომ ასევე თაწმინდის რაიონში ყველა ქუჩას აქვს თავისი ისტორიული დანიშნულება. მიმდინარეობს ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია, მოხდება როგორც მიწისზედა კომუნიკაციების ცვლილება ამ ქუჩაზე, ასევე მთლიანად მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციის ცვლილება და ამ ქუჩის მოსახლეობას ექნება აბსოლუტურად ახალი რეაბილიტირებული ქუჩა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ასევე ჩვენი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაცია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისში შემოერთებული ტერიტორიების განვითარებას. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს კოჯრის დასახლების საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ჯამში 10,000 კვადრატულ ფართობზე წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ეწყობა ახალი ასფალტის საფარი და ბორდიურები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კოჯრის დასახლებაში ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურ გადაადგილებას. თბილისის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მუნიციპალური მომსახურებისა და სერვისების მიწოდება საკრებულოს საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მნიშვნელოვანი თემა წყლის რესურსები და ურბანული განვითარება იყო. განვიხილეთ, როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით თბილისელებს კიდევ უფრო უკეთესი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა ისე დაიგეგმოს, რომ ერთი მხრივ ქალაქში მდგრადი ინვესტიციები განხორციელდეს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. თბილისის ურბანული ტყე ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც არის ალბათ ითქვას ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული და ეკოლოგიური სივრცე დედაქალაქისთვის. ხალხმარეხები მოიჭრა, ახლებით შეივსო და ახლობით 100,000-ობით ხე ანაცვლდა. თუნდაც ქართულ არის თლიანად აფინანსებს ამ პროექტს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, როდესაც კერძო ფონდი ამ შემთხვევაში უკეთებს ასეთ სივრცეს თბილისის მოსახლეობას და მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, ამით ისარგებლოს მომავალი თაობები, ჯანმრთელი ცხოვრება, ეკოლოგია, ეს რაც არის პრიორიტეტი დღეს. მადლობა უთხრათ თბილისელებს, რომ აქტიურად არიან ჩართულები დედაქალაქის საკითხებთან მიმართებაში, მოაქვს პრობლემები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მუშაობას და თქმა უნდა მადლობა მინდა გადაუხადო იმ გუნდს, რომელიც გვერდში მიდგას, იმიტომ რომ მათ გარეშე მე მარტო ბუნებრივი ამ პრობლემებს ვერ გადავჭრი. რა თქმა უნდა დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაწყებული მერის დამთავრებული რიგითი თანამშრომლებით, ყველას მადლობა მინდა უთხრა და რა თქმა უნდა საკრებულოს ყველა
ყველა თანამშრომლებს, ჩვენ წევრებს, ბუნებრივია და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ასევე ყოველდღიურ მუშაობაში, რომ ჩვენი მოქალაქეების, თბილისელების ცხოვრება ყოველდღიურად გახდეს უკეთესი.